დღეს უნდა შევღებო აბაზანა, გუშინ დავგრუნტე და მზად არის შესაყებად, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ყვება მოვიდა და მოდით ვნახოთ დღეს რა გვაქვს. დღეს დროსგან მივიღე ტოსტის პური ომლეტით, ქათმის ბრინჯი ატრით, ბურიტო და ეს არის ყველაზე გემრიელი პროტეინის ბურთულა. გემრიელად ვისაუზმე და რადგან ჯერ მაცივარი არ გვაქვს, ამანათი აივანზე მოვათავსე. როგორც ხედავთ, აბაზანის ნახევარი, სადაც წყალი შეიძლება მოხვდეს, ფილაშია. ნახევარი კი დეკორატიულად უნდა შევღებო. პარალელურად კოტე ჩრდილოვან პროფილში ამაგრებდა განათებას და უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი გავიტანე და გავაკეთებინე, თორე არ უნდოდა. ხოლო შაქარვაჟა პირველი სართულის აბაზანას ამთავრებს და ამ ვიდეოში ერთი შაქარვაჟა დაწერეთ. შაქარვაჟა და გული რა. მერე მოვიდა კრიტიკოსი, შეაფასა ჩემი ნამუშევარი და ცოტა გვიანი საუზმეც დაიმსახურა. შემდეგ ავუხსენი ის ტექნიკა, როგორც მე ვღებავდი და ერთად უფრო მალე დავასრულეთ კედელი. და რომ ვამბობ, რომ ერთი დღისთვის ბევრი რამე მოხდა, არ ვაჭარბებ, იმიტომ რომ პარალელურად პარკეტსაც ვაგებდით. მერე საყიდლებზე გამოსვლა მოგვიწია, გზაში მივირთვით და ბარემ კარისფერის ასარჩევადაც შევიარეთ, ესე ნიმუშებით მოძრაობთ უკვე ბოლო კვირა. მერე მეორე აბაზანის ფერს ვარჩევდით 1 საათი და ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის რა რთულია გადაწყვეტილებების უცებ მიღება. და ამ სტრესულ მომენტს მხოლოდ დროს პროტეინის ბურთულა თუ გადამატანინებდა. სახლში მისულს პარკეტის ნაწილი უკვე დაგებული დაგვხვდა, ჭერით შეღებილი და შევუდექით მეორე აბაზანის შეღებვას. თუ გაინტერესებთ სად ვისწავლე და რა კურსი გავიარე, ამაზე ცალკე ვიდეოს დავდებ. ამასობაში მოსაღამოვდა, გადმოვედით სტუდიაში, გემრიელად ვივახშმეთ, ვარჩიე რომ ბურიტო გამიცხელებინა და ეს უფრო გემრიელი იყო. მერე კოტე სანამ კარადებს ხაზავდა, მე რამდენიმე ვიდეო გადავიღე, ბობიც დავჯუჯყნე და ასე დასრულდა დღე.